ეს ეხება რუსეთის მოსწრაფებას საქართველოსკენ და როგორც ცდილობდა რუსეთი შეექმნა ეს ეგრეთ წოდებული მითი ერთმორწმუნეობის შესახებ, რომელიც დღესაც გავრცელებულია. პირდაპირ დამპყრობის გარდა რუსეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ წინასწარ შეემზადებინა ნიადაგი აი ერთმორწმუნეობის საფარით საქართველოში მკვიდრი საყრდენის გასაჩენა. ერეკლეს დღეს ზოგიერთი ისტორიკოსი ძალიან ამტყუნებს, რომ საქართველოს უღალატაო და ამითიო რუსეთშიო არ უღალატია. ერეკლე კარგად ხედავდა ამას, მაგრამ და ყველანაირად ცდილობდა, რომ დაკავშირებოდა ევროპას, აი ეს საბუთები, რომლებიც ევროპაში მოიპოვება, ერეკლეს წერილები და თხოვნა, აი პირდაპირ გულამოსყნილი თხოვნა, რომ აი თქვენსკენ მოვდივარ, გვინდა. ცოტას თუ დავფიქრდებით, არც თანამედროვეობა ამ საყრდენს მოკლებული და არც პოლიტიკა შეცვლილი. გამოცდილი მეთოდი კარგად ჭრის. ისეთი წვრილი შრიფტია, რომ მე მიჭირს წაკითხო. მაგრამ მაინც ვკითხულ. წიგნის ავტორი ნინო დობურჯგინიძეა, ამ დღეებში გამოივლისო. ახლა მის ირგვლივ ნამოწაფარები ტრიალებენ, მოდიან ჟურნალისტები, აზრს ეკითხებიან ახალგაზრდები. ინტერესი მის ირგვლივ იყო და არის. ამას როგორ ახერხებთ მეთქი? მარტივად კი ხსნის, მაგრამ უფრო ღრმა მიზეზი მგონია. 26 წელს დავიბადე. აგერ ახლა იანვარში 100 წლის გავხდებ. ჯერჯერობით მე მგონი მიეხსიერება და ჭკუა გონია შერჩენილი მაქვს. წუწუნა ბებერი, რომელიც ყველაფერს აგინებს და არ მოსწონს არაფერი ქვეყანაზე, ცოდვა, იმიტომ რომ ის ცხოვრება მიიყვანა იქამდე, რომ აი ესეთი გახდა და მე ვცდილობ ეგეთი არ ვიყო. მერე რომ ასაკის გრაფაში მალე 100 წელი ჩაიწერება. არც მუშაობა შეუწყვეტია, არც სიახლეების მიმართ ინტერესი. მოიხედავდა უკან ერთი სრული საუკუნია. უნივერსიტეტის დამაარსებლები, რეპრესიები, ომები, საბჭოთა კავშირის დაშლა, დამოუკიდებლობა და საქმე. სადღაც კომპიუტერი ცდებს, მაგრამ ხელნაწერზე მუშაობისას ლუპა, კალამი და ფურცელი შეუცვლელია. და როცა ზუსტ სიტყვას აგნებ, ხსნი რაც ხელნაწერშია, ეს ჩვენთვის არაენად მეცნიერებისათვის წარმოუდგენელი შეგრძნებაა. ყველაზე ძველი ხელნაწერები არის ეგრეთ წოდებული ხანმეტი ტექსტების ფრაგმენტები. ეს ხანმეტი ვერ გაიგულიეს, ვერ გაიგეს რა იყო. და ბოლოს მამაჩემმა ასეთი ვარაუდი გამოთქვა, რომ ხანმეტიო, ალბათ ეს არისო ისეთი ხელნაწერი, რომელსაც ხანები აქვს პირის ნიშნატო. ისეთი ფორმები, როგორც არის ხიყო, მიხცა მანმას და ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც პირველად ნახა და პირველად წაიკითხა ეს ხანმეტი ძეგლები, ისე გაუხარდა, რომ ამბობენ გული შეუწუხდაო, ცუდად გახდაო სიხარულისაგან. მამა ამ სახლში წიგნებისთვის მოვიდა, მერე მდგმურად დადგა, დედაც ამ სახლში იპოვა, მეც აქ დავიბადე. მაშინ უნივერსიტეტამდე გზა ერთი დიდი მინდორი იყო. ის კი ამ კიბეებით დადიოდა თითქმის 70 წელი. ახლა სახლში მუშაობს ეფრემ ცირის თარგმანება, ფსალმუნები. საერთოდ უნდა მოგეხსენოთ, რომ კაცი რო იმ ხელნაწერებში შეძვრება, მერე იქიდან ვეღარ გამოძვრება. აი ერთზე რომ მუშაობ, მერე უკვე ფიქრობ მეორეზე, რომ აი ის მეორე ისიც საინტერესოა და იქნება ისიც გამოვაქვეყნო. კომპლექსური სამუშაოა, აი თუნდაც როცა დავითის ისტორიკოსის თხზულებებზე მუშაობ, უნდა იცოდე ისტორია, ენა, იმ დროის წერის მანერა და სტილი. ხელნაწერს იმდენი მინაწერი აქვს, სხვა დროის, სხვის მიერ, ეს უნდა გაარჩიო. როდესაც მუშაობდი და პოულობდი იმ სიტყვის პარალელს, ან უფრო სწორ ფორმას დაწერილს, რომელიმე სხვა ხელნაწერში, ან მე თვითონ აღვადგენდი,
ეს ძალიან დიდ კმაყოფილებას მაძლევდა და აი სწორედ დავითის ისტორიკოსის ტექსტი მე მიმაჩნია ეს ისტორიული თხზულება ჩემს ყველაზე უფრო საინტერესო თუ მნიშვნელოვან აღარ ვიცი როგორ დავარქვა ნამუშევრად. ზუსტ შესატყვისზე ეს კადრები გამახსენდა. დამოუკიდებელი საქართველო, პირველი მოწვევის პარლამენტი. ახლა რომ იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ არასოდეს შევგვევივართ სახელმწიფოების დაკარგვას. ხომარჯობია რომ სიტყვა დაკარგვა, რომელიც გაუქმებას ან არასდროს შეგვევია მისთვის სახელმწიფოებრიობის წართმევას. მართალია. ეს კი აკაკი შანიძის ტექსტია. რამდენიმე წელი არ დასცალდა დამოუკიდებლობამდე. დამოუკიდებლობის აქცე კი ზექალა შანიძის ხელმოწერა. ახლაც როცა რაღაც ისე ვერ არის, გზას აუცდებით შიგნიდან ვირევით თუ გარედან გვივლიან, ეს სიტყვები შემოძახილივითაა. აკაკი მცირე ამ ფსევდონიმი წერდა აკაკი შანიძე. მერე მიხვდა მეცნიერება და პედაგოგობა რომ იყო მისი საქმე. ახლა თუ სწორად ვწერთ, საუბრობთ ამ კაცის მიერ დაწერილი ქართული ენის ნორმების დამსახურება. როგორ გადაურჩა რეპრესიებს მეთქი. აუხსნელიაო მითხრა, პატარა ვიყავი, შიში მახსოვს და ის რომ ხალხი ქრებოდაო. მივდივარ სკოლაში რაღაცა მიმაქვს, წიგნები თუ რაღაცა და უცებ იმ შესახვევიდან გამოვიდა ერთი ჩვენი ნაცნობი მამაჩემისა, მოხუცებული მასწავლებელი დუმბაძე იყო გვარად და გამაჩერა გამარჯობა, გაგიმარჯოს და მერე უცბად მეკითხება რომ ბატონი აკაკი დიდი ხანია არ მინახავს ხომარ და ეს ხომარ ჩამრჩა გუნებაში რამდენი წლის მერე ეს იყო ალბათ ერთი ლამის 80 წლის ხომარ დაიჭირეს ის ვერ თქვა ხო და ვეღარ თქვა შიშ როცა ივანე ჯავახიშვილი იდევნებოდა მისივე დაარსებული უნივერსიტეტიდან ცოტამ თუ ამოიღო ხმა, მათ შორის აკაკი შანიძე იყო. ისევე როგორც იმ 40 კაცს შორის, ვინც ექვთიმე თაყაიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა. ერთხელ გამოაცხადა, ეს შეიძლება ძირადად დასჭდომოდა. მე არ ვეკუთვნი იმ ხალხის რიცხვს, ვინც ივანე ჯავახიშვილის დაწიხლით იკეთებს კარიერასო. აი ეს ძალიან თამამი განცხადება იყო მაშინ. შეიძლებოდა ამისთვისაც დაეჭირათ. დავფიქრდი და ჩემთვის ახლაც მიუწვდომელია. ივანე ჯავახიშვილს მოესწრო, იცნობდა. 1940 წლის იმ ნოემბრის დღეს 14 წლისა მამას გაყვა. აღმოჩნდა ეს ივანე ჯავახიშვილის უკანასკნელი ლექცია იყო. გამოვიდა ბატონი ივანე, როგორც იცოდა დაჯდა, დაბძანდა, გადმოიღო რაღაცა ფურსლები და დაიწყო კითხვა და დაახლოებით შუაშიზე რომ მივიდა, უცებ ერთი აი ასე და აი მაგიდაზე დაემხო, პატარა მაგიდაა ედგა წინ. ეს მე ჩემი თვალით ვნახე, აი პირველი აი ასე უეცარი ჩემს თვალწინ ადამიანის სიკვდილი. ხო, შეიქმნა დიდი ამბავი, გამოიძახეს ექიმები. საინტერესო ის არის, რომ როცა ქუჩაში გამოვედით, აი იქ ეს სოლოლაკში ხდება ყველაფერი, უკვე სავსე იყო ქუჩა და იდგნენ გაჩუმებულები და უკვე იცოდნენ ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა. არ უყარს როცა აქებენ, მე ვცდილობ ზედმეტი არ მომივიდეს. საუბრისას ბევრი შეცდომა დაუშვი მეთქი, არც ისეო. მაინც დავისაჯე, წასვლის წინ ფოტო გადავიღოთო. გამიხარდა, მე ვერ შევბედავდი. მაინც იმ ზექალა შანიძის გავლენის ქვეშ ვარ. ასე გამოვიდა. გვერდით სულ თამრიკოა. ისე როგორც თავის დროზე, ის იყო მამის გვერდით. ალბათ ამ სიტყვებსაც ზედმეტად ჩათვლის, მაგრამ უნივერსიტეტში მზექალა შანიძე, მოდით ასე ვთქვათ, ნიშნავდა სამართლიანობას, პრინციპულობას, პროფესიონალიზმს. შიში არა უფრო განსაკუთრებული რიდი იყო, მერე რომ მითებში გადაიზარდა. არც ისე შორს მამის პრინციპებისგან. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მამა მითხრა, ხომ არ გონია შენ სამსახურზე ვინმეს რამეს თხოვო. ერთი წელი უმუშევარი იყო. მეცნიერება თუ პედაგოგიკა მეთქი ვკითხე, რთული კითხვაო. 1952 წლიდან ასწავლეს უნივერსიტეტში. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი თაობა გამოზარდა. ლექციაზე მოუმზადებელი შესვლა წარმოუდგენელი იყო. სიხარული და ტკივილი აუდიტორიის გარეთ უნდა დარჩენილიყო.
ეგ ძალიან ძნელი კითხვაა. ჯერ ერთი ლექციაზე რომ შედიხარ, პასუხისმგებლობას გრძნობ და ის კარგია, რომ სტუდენტებთან გაქვს ერთი ურთიერთობა და მეცნიერული მუშაობა კიდევ სხვა არის. მეცნიერული მუშაობა არის შენი და შენი საკვლევისაგნის უშუალო ურთიერთობა. ერთგანაც არის, რომ რაღაცას უცბად მიაგნებ და მიხვდები, განა ლექციას რო კითხულობ და უხსნი სტუდენტს, იქ არაფერი ახალი გაგახსენდება. ცალკე ლეგენდა იყო მზექალა შანიძე მისაღებ გამოცდებზე. ამბობს მიგონებდნენო. თემის სათაურებს რომ წერდი, ბოლოს მხოლოდ მე ვიცოდი, რადგან იცოდა ორმა, ესე იგი იცოდა ყველა. გამოცდა რთული იყო, მაგრამ ცოდნა არ დაგეკარგებოდათ. პრინციპული იყო კომისიის წევრების შერჩევის დროსაც. ერთხელ იხუმრა, გრთამი უნდა ავიღო. მეგობარმა დაცინა. სახელი ისე გაქვს გატეხილი, არავინ მოგცემსო. დამიძახა ერთხელ დათიკო ჩხიკვიშვილმა, ის იყო მაშინ რექტორი და მითხრა, რომ ესა და ეს კაციო ძალიან მაწუხებსო, რომ უნდაო აი საგამოცდო კომისიაში მოხვედრაო. მე ვთხარი, ბატონო დავით, რექტორი თქვენ ბრძანდებით და თქვენ ხელშია ეგ ყველაფერი. შეიყვანეთ, კი ბატონო, მე რა უნდა გითხრათ, მაგრამ აი იმ ბრძანებაში, რომელშიც ჩაწერთ, რომ ეს კაცი შემოდის კომისიაში, იმავე ბრძანებაში დაწერეთ, რომ მე მათავისუფლებთ კომისიის თავმჯდომარეობასთან, იმასთან მუშაობა მე არ მინდა მეთქი. აი ესე იყო. ეს უკვე საოჯახო არქივია, შულთა შვილებთან. ასეთი მზექალა შანიძე ოჯახმა და მეგობრებმა იციან. დედა ჩემი მუსიკოსობა უნდოდა, ვერ გამოვედიო. სამაგიეროდ კარგი მსმენელია. კაფეობა და მუსიკა იყო განტვირთვა. მელექსეობა გამოცდების დროს გვეხმარებოდა. ვახუშტი კოტეტიშვილთან და ლექსო ჭინჭარაულთან შეხუმრებული იყო. არქივმა შემოინახა მათი პაექრობა ფოლკლორის საღამოებიდან. რაღაცა ღმერთი გამიწყრა და შეველექსე ალექსის. ხო და სიჩქარით იყო თუ ღელვით შემეშალა. ლექსის ბოლოს დავწერე ანდაზა რომ არის. კატა ვერ შესწვდა ძეხსაო, პარასკევია დღესაო, მაგრამ ამერია და ეზოპეს იგავარაკი რომ არის მელა და ყურძენი, ის აურია იმაში და დავწერე რომ მელა ვერ შესწვდა ძეხსაო, პარასკევია დღესაო. ვერ მოასწრო ალექსიმ ამისი დანახვა, როგორც კი თვალი ჰკიდა და მომირითმა მაშინათვე პოეზიიდან სულ მალე ამოგიკვეთავ ფეხსაო, მელას და კატას ვერ არჩევ, ვერც ყურძენსა და ძეხსაო. სხვა პროფესია? სამართალზეც ფიქრობდა, ბიოლოგობაც უნდოდა, მუსიკოსობაც. იმ წელს მცხეთაში არმაზის ბილინგვა აღმოაჩინეს. ამან ყველაფერი გადაწყვიტა. კიდევ წიგნებმა და გარემოცვამ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. აქაურობას ბევრი რამ ახსოვს, ბევრი ვინმე. იერუსალიმში რუსთაველის ფრესკის პოვნის შესახებ მომიყევით მეთქი. არ უყვარდა მამას ლაპარაკი. აირაკლი აბაშიძე კი წერდა, თავიდან ხელი გამოჩნდა, მერე თვალი, შემდეგ სახე. რუსთველი, ესაა სწორი ფორმა, მაგრამ ხალხში ის რუსთაველია და ეს გადამწყვეტი ხდება. ენა ბევრ ამეს ითვალისწინებსო მითხრა. კითხვა მაღაზიებზე წარწერებით ისწავლა, ინგლისურიც თავისით დაიწყო. რამდენი ენა იცით მეთქი? ეგ არასწორი კითხვაა. ენათ მეცნიერს უნდა კითხო, რამდენ ენას იყენებთ მუშაობისას. არა და პოლიგლოტია. კორექტურა მამამ ასწავლა, თითო შეცდომა, თითო კამფეტი იყო. მამას ნაკლებად ეცალა, საერთოდ საქმე შეწირული კაცი იყო. არც თავად იყო ამისგან შორს და კიდევ აკაკი შანიძის შვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ მასაც ბევრი რამ შეეძლო. და ისიც გახდა მზექალა შანიძე. ეს უკვე სტატუსია. სიუჟეტი იმაზე დიდი გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდი და იმაზე მოკლე, ვიდრე იმსახურებს. ბოლო სიტყვაობა კი ეს იყოს. მე ისეთი ხალხის ხელში გავიარე, რომ მართალი რო გითხრათ, ჩემი დამსახურება ძალიან ცოტა არის. თუ არის რამე დამსახურება ის, რომ ვისწავლე ის, რასაც მასწავლიდნე. მე გავიზარდე იმ ხალხის გარემოში, ვინცაც თავისთავი უნდოდა საქმისათვის და უნივერსიტეტისათვის და არა უნივერსიტეტი და საქმე თავისთავისათვის.